რა თქმა უნდა, McDonald's-ი. McDonald's-ის გარეშე კანადა, ამერიკა წარმოუდგენელი არის. რა თქმა უნდა, ისეთი პოპულარობით ვერ სარგებლობს, როგორც საქართველოში და სხვა ევროპის ქვეყნებში, მაგრამ რაც არის ეგ არის. წავიდით, ახლა ვნახოთ შიგნით, დავათვალიეროთ ფასები და ხარისხზე მოგვიანებით გეტყვით. წავიდით. ცარიელია, თითქმის ყოველთვის ესეა, აქ ხალხი არ არის. მეორე სართულიც არის და პრინციპში წავა მეორე სართულზე ავიდეთ, ნახოთ, იქიდან გადავიღოთ. თქვენ შემდეგ. მადლობა. მოკლედ აი ესეთი სიცარიელე გვაქვს McDonald's-ში და მოდით ახლა შევადაროთ რაღაცეები. Start order. აბა ვნახოთ. Take out. დავიწყოთ ბურგერებით. მოკლედ ბურგერების ფასი ხედავთ რა არის 6.50, 8.40, 5.20, ასე შემდეგ. გადავიდეთ chicken fish-ზე. 7.8, 6.7. ვრაპების ფასი მერყეოს 8 $8, ყველგან თითქმის 8 არის. ყოველდღიური ბრექვესტები 5.40, 4.5, 3.5, 5, 3-იც კი. Happy Meal-ები ვნახოთ. 5, 4.60, 5, ну ძირითადად $4-5. სნეკები. აგერ არის 5, 3.5, 3.5, 2.5 და ასე შემდეგ. Mac value 3.5-დან იწყება ფასები. გადავიდეთ ცილსასმელებზე. კოლა 2, Sprite 2, ცივი ჩაი 2, ყველაფერი 2. Ice coffee $1.60. ეს ყველაფერი გადასახადებამდე. ცხელი სასმელები. ყავა $1, $1, ჩაი 1.5, 1.5, 1.5. დონაცები. $1, 2.5, 3.5, ძირითადად ერთ დონაცი $1. ყველგან ეგრეა. ტკბილეულობა, ნაყინები. ვაუ, რა კაი ფასებია. და მშვენიერი რაღაცეებიც. და აგერ დამატებები ბოლოს. ეს არის McDonald's-ის ფასები კანადაში და ძვირია თუ იაფი, ეგრე თქვენი გადასაწყვეტია. ხარისხზე გეტყვით, რომ ხარისხი საქართველოში გაცილებით უკეთესია. მადლობა ნახვამდის.